გადასახადის გადამხდელთა კავშირი საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომა ყველა სამთავრობო უწყებასა და სახალხო დამცველს ექნება, რისი აუცილებლობაც არ არსებობს. გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა სამინისტროს ალტერნატივასაც თავაზობს. Ჩვენ თავაზობთ მთავრობას, რომ დღევანდელი კანონმდებლობა გამოიყენოს ამისთვის და თუ თავად გადასახადის გადამხდელი ამ შემთხვევაში დევნილი თანახმა თავის შემოსავლებზე ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემაზე შესაბამისად მისი თანხმობით ეს ინფორმაცია შეიძლება დევნილთა სამინისტრომ მიიღოს. ასე რომ არ არის კანონში ცვლილება აუცილებელი, დღევანდელი კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, რომ დევნილთა სამინისტრომ გაიგოს დევნილების შესახებ და მათი შემოსავლების შესახებ სრული ინფორმაცია თავად მათი თანხმობით. 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობისას მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა. ნოდარ ხადურის განმარტებით, გადამხდელთა შესახებ ინფორმაციალ ტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შემწეობების გაცემისთვის სჭირდებოდა და ცვლილებების პაკეტი ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მოამზადა. სამთავრობო დაწესებულებების ნაწილს აქვს წვდომა ინფორმაციაზე, ნაწილს არა აქვს და არა, ვისაც სჭირდება ინფორმაცია მიეწოდეთ, მაგრამ ხო, კანონში უნდა ამას არა, მე ვნახე გუშინ სიუჟეტები, რაღაც გაუგებარი იყო. ამბობენ, რომ ჩვენ არ ვჭირდებოდა და უნდა ჩაწერეთ ვიღაც სამინისტროები და უწყებების ხოუწყებები. სახალხო დამცველმა თქვა, მართალი ბრძანდებით, მეც არ ვიცი რა უშუალოდ როგორ მოხდა ეგ სახალხო დამცველი და არა, იქ ჯერ წინასა გაიარეთ, რომ ეს უწყებებს შეუთანხმეთ და მე გააკეთეთ ინიცირება კანონპროექტების. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე გადააგზავნეს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, კანონპროექტს კენჭს საგაზაფხულო სესიაზე უყრიან.